Ჩვენ უყურებთ პრეს-პრეს საღამომშვიდობისა, ეს არის მაესტროს ტელეპროექტი ბეჭდური და ინტერნეტ მედიის მონაწილეობით. დღეიდან ყოველ შაბათს 22 საათზე პირდაპირ ეთერში. პოლიტიკოსი პრესის პირისპირ გადაცემაში პრეს-პრესი. ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში და კიდევ ერთხელ ჟურნალისტიკაში და კიდევ ერთხელ პოლიტიკაში. ლიდერი, რომლის პარტიის უკან 4 წელი და 3 არჩევნებია. ისთვის იბრძვის იგი დღეს ცვლილებებისთვის თუ ერთი ფრაქციისთვის პარლამენტში. დღეს პრეს-პრესში პრესა გიორგი თარგამაძის პირისპირ. ქრისტიან დემოკრატების ლიდერს შეკითხვებს ჩემი კოლეგები დაუსვამენ. მე მინდა წარმოგიდგინოთ პირველ რიგში დიდი მადლობა გიორგის მოსვლისთვის. მერაბ მეტრეველი, პალიტრა მედია, ლიკა ზაკაშვილი, ჟურნალი ლიბერალი, დათო გამისონია, გაზეთი 24 საათი, თამარ გორთამაშვილი, გაზეთი პრაიმ ტაიმი და რუსუდან მაჩაიძე, გაზეთი რეზონანსი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. ზურისთვის და გილოცავ დებიუტს წარმატებულ ეთერს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა პირველი შეკითხვით ვისარგებლო ამ წუთებში პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მომხრეებს მიმართავს. დღეს 11 ქალაქში ჩატარდა ნაციონალური მოძრაობის ყრილობა და მათი მთავარი გზავნილი ასეთია, რომ ჩვენ არ გვინდა წარსულში დაბრუნება. მერაბიშვილის გამოსვლიდან ციტატა: ჩვენი ამოცანაა გაქრეს კლასი, რომელიც საქართველოს უკან დააბრუნებს. დავით ბაქრაძე უკან ასლანაბაშის ფეოდალიზმია და კახა თარგამაძის ქრთამი. მე მინდა კითხოთ, თქვენთვისაც ამ ტიპის არჩევანია ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის და რა სიტყვით, თუნდაც მერაბიშვილის ამ განცხადებაზე, რომ უნდა გაქრეს კლასი, რომელიც საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობს. ყველა არჩევნებს როგორც ეს ზოგადად ახლავს ჰიპერბოლიზება, გაზვიადება, როგორც შეხედულებების, ასევე ემოციების და ამიტომ დიდად გაგვიკვირდება თუ კი დღეს მოქმედი პოლიტიკოსები აქტიურად ჩართულნი ამ საარჩევნო კამპანიაში ერთმანეთის მიმართ ასეთ ეპითეტებს არ დაიშურებენ. აქ უბრალოდ პოლიტიკურ გემოვნებაზე გვექნება ჩვენ საუბარი და იმაზე, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის თუ ლიდერის მხარდამჭერები რა გემოვნებისანი არიან. თუმცა სიმართლე გითხრათ, ყველაზე მათი მთავარი ოპონენტი, ეს ბუნებრივი ადრესატი გასაგები იყო. ჩემთვის ისინი არიან წარსულები საქართველოსთვის, ჩემთვის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში მათ მიერ არჩევნებამდე და რევოლუციამდე მოსახლეობისთვის მიცემული ვერც ერთი მთავარი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საერთოდ მნიშვნელოვანი პრობლემა და დაპირება ამ ქვეყნისთვის. ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ვერც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების კუთხით, ვერც თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით, ვერც ჩვენი მოსახლეობის სიღარიბის ჭაობიდან ამოყვანის კუთხით ვერ შეასრულა, არ იმსახურებს ნდობას. გასაგები, ანუ წარსული ამ შემთხვევაში თქვენთვის ხელისუფლებაა, მხოლოდ წარსული ჩემთვის არის ზოგადად ის მიდგომა, რომელიც შავად და თეთრად ყოფს არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ საზოგადოებას. თქვენ ორივე მხარეს ხედავთ წარსულის ნიშნებს. რა თქმა უნდა, მე ვხედავ ორივე მხარეში წარსულის ნიშნებს და მით უმეტეს ასეთ დამოკიდებულებას მიღვივებს და მიდასტურებს ის საარჩევნო პოლიტიკური სიები, რომელიც არის წარმოდგენილი როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარული კანდიდატების სახით, მაგრამ მოდით თქვენს პირველ შეკითხვას დავუბრუნდები და ამ კითხვაზე პასუხის კონტექსტში რამდენადაც ახლა ყველაზე ცხელი ამბავი მაინც ეს ნაციონალების საყრელობო ტალღა, ყველაზე ნიშანდობლივი. ნაციონალური მოძრაობის დღეა, ნიუსის და ახალი ამბები. ხო, მათი დღე რამდენად არის არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ზოგადად ეს არჩევნები საქართველოს დღეები ყოფილიყო და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და გადარჩენის დღეები ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც მე დღესაც მენიშნა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის აი ამ ბოლო გამოსვლებში, რის ციტირებასაც თქვენ ახდენდით, არის ზუსტად ის, რომ ეს კაცი დღეს გამოდის და ტრაბახობს იმის თითქოს საქართველოში ამდენი ხალხი ქუჩაში არასოდეს გამოსულა. ეს არის ყველაზე ნათელი დასტური და მაგალითი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის მე-9 წელს და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის ფაქტობრივად 2 დეკადის დასასრულს ჯერ კიდევ ვერ შედგა როგორც ერთიანი საქართველოს კი არა, უბრალოდ საქართველოს და ყველა ქართველის პრეზიდენტად. თქვენი თვალით, თქვენი დაკვირვებით, ოცნების აქციაზე უფრო მეტი ხალხი გამოდის თუ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე? კითხვის ადრესატის მიმართ, მაგრამ ზოგადად კითხვად მიმაჩნია ეს, როდესაც ჩვენ ადამიანებს ცხრებივით თვლას ვიწყებთ ხოლმე მათი თავების მიხედვით. მე სხვა კონტექსტში ვამბობ ამას. იცით რა, ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ საკმარისია თქვენ თვალი გადაავლოთ მათ შორის ჩვენ შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში, რომ განსხვავებული წარმოდგენა დაგრჩება, თუ კი ობიექტურად აღვიქვათ რეალობას, რა თქმა უნდა, რაოდენობრივად თუ დავიწყებთ შედარებას, პროპორცია გასაგებია, დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოებაც აშკარად პოლარიზებული არის, მაგრამ მე შემიძლია ძალიან ღრმა დარწმუნებით გითხრა თქვენ, სწორედ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენი შეხვედრების შედეგად საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში ყოველდღიურად ხვდებით, რომ
საქართველო არ არის მხოლოდ შავ და თეთრ, მიშისტ და ბიძინისტ ადამიანებად გაყოფილი. აუცილებლად გვექნება ამ თემებზე კიდევ შეკითხვა მინდოდა ამ შემთხვევაში, რომ ყველაზე სავალალო რაც არის ამ შემთხვევაში არის ზუსტად ეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შედგა როგორც პრეზიდენტი და მას სურს საქართველოს დაარწმუნოს იმაში და მთელი მსოფლიო, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად საქართველოს ქუჩებში, ქალაქებსა და რაიონებში უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, თუნდაც 2008 წლის ყველაზე მძიმე, ტრაგიკულ და მწარე დღეებში საქართველოს დასაცავად მისი უწმიდესობის კურთხევით. ეს მე მიმაჩნია, რომ არის უკვე დიდი შეცდომა, რომლის მსგავსიც არაერთი ჩაუდენია მიხეილ სააკაშვილს. ჩემს კოლეგებს დაუთმობ ტრიბუნას, პრაიმ ტაიმი, პირველი შეკითხვის ავტორი თამარ გორთამაშვილი, ჩვენ რაღაც დემოკრატიული მეთოდი გვაქვს იმის გადაწყვეტის თუ ვინ იქნება პირველი კითხვის ავტორი, ამიტომ თამარს უსმენ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევის ის ასეთი ფორმატისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაც უფრო ახლოვდება ეს საარჩევნო პერიოდი, არჩევნების თარიღი მით უფრო მძაფრდება საზოგადოების ინტერესი, ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. არც თქვენ ხართ გამონაკლისი ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია. და ამ აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ძალიან ბევრი ბრალდება ისმის თქვენი ოპონენტების მხრიდან თქვენი მისამართი. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ კარს მოგვადგა არჩევნები, თუმცა მაინც საინტერესო იქნებოდა გაგვეცა რამდენიმე კითხვაზე პასუხი. მე ჩემი დაკვირვებით ამ შეუერღებელი თვალითაც ნებისმიერი ჟურნალისტი დაინახავს, თქვა იგივე თუ სახელმწიფო გუნდი თქვენ გიყენებთ ერთ ბრალდებას, რომ თქვა იგივე ასლან აბაშიძის ბექგრაუნდს გახსენებთ, ქართული ოცნება და ბიზნევანიშვილი თავის ხელწერილში, პატარკაციშვილის ღალატში გადანაშაულებთ. მე მინდა მოვისმინოთ თქვენგან კონკრეტული პასუხი. აი რას უპასუხებთ ამ ადამიანებს და არის თუ არა იგივე ასლანის თემა, იგივე პატარკაციშვილის თემა გიორგი თარგამაძისთვის კომპრომატი? მე ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში ეს არის ის ორი ნაწილი ჩემი ცხოვრების და მათ შორის პროფესიული საქმიანობის, რომელზეც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში შემიძლია დიდი სიამაყით ვესაუბრო ჩემს მომავალ თაობას და იმ საზოგადოებას, რომელსაც უბრალოდ ახსოვს ის პერიოდი, როდესაც მე ამ ადამიანებთან ერთად გარკვეული საქმიანობა, საერთო საქმიანობა მაკავშირებდა და ურთიერთობა მაკავშირებდა. როგორც ერთი, ასევე მეორე ადამიანის, როგორც პიროვნების მიმართ ქონდა და მაქვს უაღრესად კეთილი განწყობები. დღემდე ვატარებ იმ სითბოს, რომელიც ამ ადამიანებთან ურთიერთობებში მე მქონია და ერთმანეთში გაგვიცვლია. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იგივე ასლან აბაშიძე ჩემთვის შორეული ადამიანი არ არის. მოგეხსენებათ, ბატონი ასლანის გოგო დიანა ჩემი შვილის ნათლია. შესაბამისად, ჩემთვის ნათლმირონობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საც კი არა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება ბექგრაუნდს უარყოფით კონტექსტში, მე მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სტუდიაში, ნებისმიერ ადამიანთან დავჯდე და გავაანალიზო ის განვლილი გზა და ის ფუნქცია და ის როლი და ის შედეგები, რომელიც ჩემს საქმიანობას მოჰყვა როგორც აჭარაში, ასევე კონკრეტულად გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიტიკურ ბლოკ საქართველოს აღორძინებაში. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ იმ პოლიტიკურ კონტექსტში და იმ პერიოდის საქართველოში, როდესაც მთელი ქვეყანა დაშლილი, დაქუცმაცებული იყო სამოქალაქო ომებით, ქართველების მიერ ერთმანეთის ხოცვით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არც ერთი რეგიონი არ იყო დარჩენილი, სადაც მხედრიონს და გვარდიას თავისი მძიმე კვალი არ დაეტოვებინა, სადაც ადამიანებს ცხოვრება უჭირდათ და არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ. იმ პერიოდში მე მიმაჩნია იმ პოლიტიკურ კონტექსტში და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, იგივე ასლან აბაშიძე და აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა იყო მაშინდელი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის, მაშინდელი აჭარისთვის და მთელი საქართველოსთვის. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, როგორც კომპრომატს იყენებენ დღეს ქართული ოცნების მისამართი და თქვენი მისამართით ნაკლებად. თუმცა ერთხელ პრეზიდენტმა ახსენა, არ ეწყინება იმედია გიორგისო ესეთი ამ კონტექსტში მოიხსენია თქვენი და ასლან აბაშიძის ურთიერთობა და როგორც წესი ეს არის ბრალდება ოცნების მისამართით. ამაზე რა სიტყვით მინდა აქვე ჩაგეკითხოთ? ოცნების მისამართით ოცნებამ თვითონ მოახერხოს პასუხების გაცემა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ის ადამიანები, რომელიც მის მიერ ან ოცნების მიერ არის დაყენებული აჭარაში, თუნდაც მაჟორიტარულ ოლქებში, ნამდვილად არ წარმოადგენდნენ რაიმე მნიშვნელოვან ფიგურებს იგივე ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები მე ასლან აბაშიძის მიმართ რომელიმე ეტაპზე კრიტიკულად განწყობილები
არ მინახავს. ასე რომ იმ ადამიანებზე ბევრს ვერაფერს ვისაუბრებ, რადგან უმეტესობაზე უბრალოდ არაფერი არ ვიცი. ისინი წარმოადგენდნენ ჩვეულებრივ ჩინოვნიკებს მაშინდელი ასლანაბაევის ხელისუფლების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიური პოლიტიკური პოზიციით ან საერთოდ რაიმე პოზიციით საერთოდ არ გამოირჩეოდნენ. მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში იმ პერიოდზე და იმ კონტექსტზე, რა კონტექსტში ეს შეკითხვა დაისვა და შეკითხვა უკავშირდებოდა სწორედ ჩემს დამოკიდებულებას იმ წარსულისადმი, რაც არის საუბარი. მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს იყო პოზიტიური მოვლენა ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ მას შემდეგ რაც ქვეყანაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო განვითარების, მას შემდეგ რაც აუცილებელი იყო ეს განვითარება შეხებოდა მათ შორის აღორძინებას როგორც პოლიტიკურ პარტიას, როგორც პოლიტიკურ სტრუქტურას და ამ თვალსაზრისით ჩვენ მაშინ აღმოჩნდით ჩიხში და დაიწყო გარკვეული იზოლაციის პროცესი, წამოვიდნენ წინა პლანზე ადამიანები, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებლები იყვნენ და ამ შემთხვევაში ბატონმა ასლანმა იმ ადამიანების მხარე დაიჭირა, ყველაფერი ძალიან მარტივად გაირკვა. მე არ წავპოტინები ვარ საპარლამენტო მანდატს, რომლის მიღებაშიც არც თუ მეორე ხარისხოვანი წვლილი მიმიძღოდა თავის დროზე, მათ შორის თბილისში ჩემი მუშაობისა და საარჩევნო კამპანიის გამო. მე არ ყოფილი ვარ მეათე, მეასე ხარისხოვანი ადამიანი იმ აღორძინებაში და შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, მათ შორის აღორძინების სიით. ყველა კენჭისყრა, რომელიც 99 წლიდან მოყოლებული პარლამენტში ჩემი ყოფნის პერიოდში ჩატარდა საქართველოს პარლამენტში, უკლებლივ ყველა. დაწყებული ბიუჯეტით, თავრობის ადმინისტრაციის გამოცხადებით, ნულოვანი ვარიანტის წინააღმდეგ გალაშქრებით, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის სამშვიდობო სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნით, ყველა ამ გადაწყვეტილებებზე მე მაქვს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება და კენჭისყრაში დამიფიქსირებია ისეთი პოზიცია, რომლისთვისაც ყოველთვის ვიამაყებ და რომლის გამოც არასოდეს. ანუ თქვენ არ ეთანხმებით, რომ აბაშიძე და პატარკაციშვილი თქვენთვის არის კომპრომატი, როგორც გამარმა დასვაშა. მე მაქვს კითხვა უბრალოდ. მითხარით რა არის კომპრომატი? ბადრისთან დაკავშირებით და იმედთან დაკავშირებით ჩემი და მე გიპასუხებთ კონკრეტულ პასუხს გეტყვით. ღია წერილი რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და იმ ღია წერილს ვერაფერი გავიგეთ, ზოგადად ითქვა სიტყვა ღალატი, იმიტომ რომ მერაბიშვილი მთელი თავისი სპეცსამსახურით და მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, იმედის ისტორიის დაწყებიდან მოყოლებულ და ეს არ დაწყებულა 2007 წლის ნოემბერში. მას შემდეგ რაც იმედი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა ზოგადად ქართულ მედია სივრცეში და ჩვენ ყველანაირად ვთვლობდით რომ ის მხარი არ ყოფილიყო და არ ყოფილიყო პოლიტიკური სუბიექტი და თავისი მედიის ფუნქცია განეხორციელებინა, ჩემს მიმართ ყოველთვის იყო მცდელობები 1000 ჭორის, 1000 ცილისამების გავცელების. მე ვითხოვ კონკრეტული შეკითხვა დამისვათ. რას უკავშირდება ბრალდება ჩემს ღალატთან დაკავშირებით? ვის უღალატე? და რაში რაში გამოიხატა ეს ღალატი. ეს ალბათ თვითონ ამ ბრალდების ძალიან დამაფასებთ, იმიტომ რომ მე ძალიან ყოველთვის ვთვლობ სადმე ეთერში ამაზე საუბარი. ეს ალბათ ამ ბრალდების თვითონ ვინც დასვა ეს ბრალდება და დააყენა ეს ბრალდება თავის ღია წერილში, მას უნდა ვკითხოთ. თუმცა იცით რა მაინტერესებს ყველაზე მეტად? აი ეს ბრალდებები გაუთავებლად ისმის, თუმცა თქვენ ეს კონკრეტული პასუხები ხო, კონკრეტული პასუხი არ გაგიცეთ, ამიტომ გეუბნებით. კონკრეტული კითხვა დამისმით და ისეამოვნებით გიპასუხებთ. კასეტა მივიტანე ვანო მერაბიშვილთან, ბადრი პატრაკაციშვილის ჩანაწერის? მე გეკითხებით, რას უპასუხებთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გადანაშაულებთ თქვენ ბადრი პატრაკაციშვილის ღალატში? თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან ჩემი პასუხი გაინტერესებთ, მე მაშინაც ვთქვი, რომ მისი ეს განცხადებები ჭორიკანა დედაკაცის ნალაპარაკებს გავდა. სამწუხაროდ მას მისი დამოკიდებულება, როგორც ჩანს დღემდე არ შეუცვლია, ამიტომ ჩემი შეფასება იქნება იგივე. ქალბატონებს ძალიან გიპატივცემ, მაგრამ მხოლოდ რაღაც მარგინალიზებული რამდენიმე ადამიანის სუბიექტურ მოსაზრებას და მოგონილ ჭორს და ცილისწამებას შეუძლებელია სხვაგვარად უპასუხო. სხვა მხრივ, მითხარით ერთი ადამიანი, გასაგებია, მოდი გადავიდეთ. ერთი წამით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თქვენთვის რა არის გასაგები? სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავიგე. თქვენ თქვით, რომ ეს არის ჭორაობა და თქვენ ამას არ მიიჩნევთ კომპრომატად. რას მივიჩნევ კომპრომატად? ის მაინც დამიზუსტეთ. აი რა უნდა იყოს? ივანიშვილის ციტატა მოიყვანა. ის განმავლობაში ყველანი ერთად ვაკეთებდით იმედს, მე ჩემს ერთ პირში არასოდეს არ ვლაპარაკობ, როცა იმედზე ვსაუბრობ, მაგრამ იმედია აქ მაინც ხართ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არ იტყვით, რომ მე 1000 ხარისხოვანი ვიყავი იმედში, ხო? მადლობთ ამისთვის. ის რომ 4 წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმედს, იმ ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც იმ დროის საქართველოში ვარდების რევოლუციის ეიფორიის შემდეგ, თვრალი რო იყო მთელი საქართველო და ბანგდალეული იმ პერიოდისათვის, იყო ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილის მართლაც თავსგასული ხელისუფლების შესაძლებლად.
აბა რა არის კომპრომატი, მითხრას ვინმემ და უპასუხებ. ის რომ იმედი დაარბიეს ჩემი კომპრომატია? თუ ის არის კომპრომატი, რომ ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით ამ თემაზე აქვს ვინმეს დამატებითი შეკითხვა გიორგისთან, იქნებ ლიკას, მერაბს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანები, რომლებიც მთელი ამ პოლიტიკური ავანტიურის და დანაშაულის და კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლი ვართ სინამდვილეში, მარტო მე არა. აქციონ პირიქით დამნაშავეებად. ამაზე დიდი ცილისწამება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით ვიღაც ესე ირიბა ჩაივლის ხოლმე, სიტყვას გადმოაგდებს, რა ისე გადმოაგდებს. პატარკაცშულთან დაკავშირებით, იმეთან დაკავშირებით ღალატს გაბრალებენ, თქვას ვინმე რაში. და მოიტანოს ერთი დამადასტურებელი ფაქტი. ერთი დამადასტურებელი ფაქტი. დამატებით შეკითხვა დათულის მე. ადამიანების გამონათხოვებიდან თუ ვიმსჯელებთ, როგორც მახსოვს 2008 წელს თქვენი მისამართით თავარი ბრალდება იყო ის, რომ ტელეკომპანია იმედი მაუწყებლო მას შემდეგ დახურეთ, რაც პატრიკაშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და პრეზიდენტად კეჭისყრა. ეს ითვლებოდა მაშინ კონკრეტული გაისმა, დიდი მადლობა. კი ბატონო, მოდი ამ ვერსიას გავყვეთ. ჯერ ეს ერთი ბადრი პატრიკაშვილის ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ტელეკომპანია იმედში ვითარდებოდა ძალიან რთული პროცესები და ეს ყველას ახსოვს, ხო? მეორე რაც მინდა უბრალოდ თქვა, ტელეკომპანია იმედის დახურვაზე, უბრალოდ მაუწყებლობის შეწყვეტაზე, მე გადაწყვეტილებას იმ მარტივი მიზეზით ვერ მივიღებდი, რომ მე არც ტელეკომპანიის ადგილობრივი გენერალური დირექტორი ვიყავი და არც კორპორაციის მმართველი. ერთი გახდათ ბატონი ბიძინა ბარათაშვილი, რომელსაც ასევე არ მიუღია ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და მეორე გახდათ ბატონი ლუის რობერტსონი, News Corporation-ის პრეზიდენტი, წარმომადგენელი, პრეზიდენტი კი არა, მისი წარმომადგენელი ჩვენი კორპორაციის ხელმძღვანელი. ამ ორი ადამიანის პირადი დავალების გარეშე არც ერთი ტექნიკური პერსონალი არ მიიღებდა და ვერ მიიღებდა ვერანაირ გადაწყვეტილებას. ეხლა თუ ეს თემა ძალიან გაინტერესებთ, ბიძინაც და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემი თანდასწრებით ესწრებოდა საუბარს ცხონებულ ბადრი პატრიკაშვილთან, ყველა ერთად დაადასტურებს, რომ ფაქტობრივად ტელეკომპანია იმედის მთელი მაშინდელი ხელმძღვანელობა ვიყავი წინააღმდეგი მაუწყებლობის შეწყვეტის. და მაუწყებლობის შეწყვეტის აუცილებლობა ჰაერიდან კი არ ჩამოვარდა. საინფორმაციო სამსახური ფაქტობრივად იყო პარალიზებული. ადამიანების ნაწილი უბრალოდ ტელევიზიიდან იყო წასული და აღარ მუშაობდა მუქარის და 1000 უბედურების გამო და მეორე ნაწილი, რომელიც იყო დარჩენილი, იქ უბრალოდ ვეღარ მუშაობდა, იმიტომ რომ საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირება იმ მომენტისათვის იყო პარალიზებული. ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ჩვენ მოვახერხებდით სიტუაციის დარეგულირებას და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიურად ადამიანების ახალი რწმენის გაჩენას, ჩვენ გვჭირდებოდა პაუზა საიმისოდ, რომ მაუწყებლობა არ შეჩერებულიყო და საინფორმაციო მაუწყებლობა გაგრძელებულიყო, საინფორმაციო სამსახურს მუშაობა აღედგინა. ამ მომენტისთვის ძალიან სწორი წინადადება ჰქონდა მეც და ბიძინასაც და ის კონტექსტი, რომელშიც როდესაც თავაზობდით მაშინდელ ტელეკომპანიის ფლობელებს, რომ არხს გაეგრძელებინა სრულფასოვანი ბადით მაუწყებლობა, საინფორმაციო გამოშვების მომენტში ეთერში გავიდოდა რადიო საინფორმაციო გამოშვება და მათ შორის თოქ-შოუებიც, ან მაუწყებლობა არ წყდებოდა და ის გადაწყვეტილება შეთანხმებულიც ჰქონდა ბატონ ბადრისთან, მაგრამ მე მოხდა რაღაც, მე არ ვიცი რა მოხდა, ვინ ჩაერია ამ გადაწყვეტილებებში და როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმატში მაუწყებლობა არ გაგრძელებულიყო და ამ ფორმატში მაუწყებლობის გაგრძელებას ჯობდა საერთო ტელეკომპანიას შეეჩერებინა მუშაობა. მაშინაც ვამბობდი და ეხლაც მიმაჩნია, რომ მაშინ გაჩერება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ვეღარ ამუშავდება. მოდით თანამედროვეობაში დავუბრუნდეთ. იმის მერე გავიდა კიდე ძალიან ბევრი დრო. წინ არჩევნებია ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ იქნებით ასევე სხვა თოქ-შოუს სტუმარი, თიესი ჭინავა. იმის შემდეგ გავიდა რამდენიმე დღე, დღე ორი თვე გავიდა. აქედან ერთი თვე უკვე მე ამ ტელევიზიაში არ ვიყავი. არ გაგიჩნდათ კითხვები, უჩემოთ მაინც ის ტელეკომპანია ეთერში რატო არ გავიდა? აი ამ დარბაზში მინიმუმ ორი კაცი ზის, რომლებიც მზად ვიყავით, ზუსტად 3-4 დღეში ეთერში გავსულიყავით. საერთო შეკრება ჩავატარეთ, საერთო თათბირით ჩავატარეთ, რომელსაც ეს ამერიკელი ხელმძღვანელიც ესწრებოდა. და ყოველ დღე ვეუბნებოდით, რომ ეთერში გავიდეთ. მოდით, შეკითხვებით თქვენს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. გიორგი, მინდა თანამედროვეობაში დავბრუნდეთ. რამდენიმე დღის წინ დაიდო NDI-ის კვლევა, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთი კითხვა არის, მაგ კონტექსტში, რომ დაუშვათ მაუწყებლობა გაეგრძელებინა, რა უნდა მომხდარიყო ეს კითხვა მაქვს.
აი იმ მომენტში რომ გაეგზელებინა კიდე მაუწყებლობა და იმედს ემუშავა ისე როგორც უნდა ემუშავა. მე გულისხმობ ზომიერად, მიუკერძოებლად, ისე რომ არ გამختارიყო პოლიტიკური მოთამაშე. რასელოდით იმედისგან რა უნდა გაეკეთებინა. თქვენ კი არ გისვათ ამ კითხვას. აი ამ ადამიანებს ნეგატიურ კონტექსტში რა იმედი უნდა ყოფილიყო ახალი რევოლუციის მედროშე ვინმესთვის? აი ამ კითხვებზე პასუხი ვინმემ გამცეს ერთი ამ მოლოდინებზე ახსნან. არტიკულირება მოახდინონ, რისი თქმა უნდათ ამით. და მე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუ ვინმეს რამის შნოდა თავი ქონდა. იმედი იმ პერიოდში იყო ახალი რევოლუციის მედროშე. არ იყო არანაირი რევოლუციის მედროშე. ესეთი აზრი თქვა ხელისუფლების. ეს რა როგორი აზრია ეს მისი საქმეა, მაგრამ ტელეკომპანია იმედის სარედაქციო პოლიტიკა არასოდეს რევოლუციების და გადატრიალებების მე მინდა თანამედროვეობაში დავბრუნდე. ამით სხვათა შორის მე ვამაყობ და ეს არის ჩემი საამაყო ფურცელი იმ ჟურნალისტიკაში, რადგან როცა ხარ კაცი ტელევიზიაში, შენ საქმით უნდა იყოს დაკავებული არა პოლიტიკით. დიდი დრო გავიდა ჩვენ ჟურნალისტიკაზე საუბარში, მინდა პოლიტიკოს გიორგი თარგამაძეს დაუბრუნდე. ეს პოლიტიკაა თორე კი. ნეტა მალე დადგეს ის დრო საქართველოში, როდესაც პოლიტიკის და ჟურნალისტიკის ხაზები ესე ჭიდროდ არ გადაიკვეთება ხოლმე. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ამბობდა, რომ ის მომავალ პარლამენტს მინიმუმ 3 სუბიექტიანს, პრინციპ 3 სუბიექტიანს ხედავს. ბოლო კვლევებით ირკვევა, რომ თქვენ გაქვთ 3%-იანი რეიტინგი NDI-ის კვლევას გულისხმობს, რომლის მიმართ პრეტენზია არც თქვენ გაქვთ, არც ნაციონალურ მოძრაობას და პრინციპში ბარიერის პრობლემაც გიდგათ. თქვენ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვით, რომ 12-დან 14%-ს ელოდებით. აი 3% 14%-მდე როგორ შეიძლება გაზარდოთ? რისი იმედი გაქვთ იმ 41%-ის, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელია? მათ შორის მაგის ანუ იქედან რამდენიმე პროცენტის? უბრალოდ რომ დავაზუსტოთ, ეს არის ერთი თვისიანდელი კვლევა. არა, მე ვამბობ ახალი კვლევა, რომელიც გუშინ გამოქვეყნა NDI. ის რო ქვეყნდება, წინადღით კი არ ტარდება, მოგეხსენებათ. აგვისტოს ველზე მუშაობა მიმდინარეობდა აგვისტოს დასაწყისში, ანუ მაშინ, როდესაც ჩვენი საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად ხურდებოდა. თქვენ წინა კვლევაზეც იგივე თქვით, რომ არ იყო საარჩევნო კამპანია დაწყებული და ამიტომ მქონდა 3%-ო. ასე არის ზუსტად და თუ დააკვირდებით, ამ კვლევის მიხედვით ყველა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს მკვეთრი ვარდნა, ვისაც საერთოდ ჰქონდა რაიმე რეიტინგი. ჩვენ ვართ ერთადერთი, რომელსაც ვარდნა არ გვაქვს და თუნდაც მაგ კვლევაში ეს პოზიცია შენარჩუნებული არის. საბაზისო ელექტორატი არის შენარჩუნებული. ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ყავს უკვე ჩამოყალიბებული თავისი ტრადიციული ამომრჩეველი და ის რა მიმართულებითაც ჩვენ დღეს აქტიურად მუშაობთ, ჩვენი აქტიური საარჩევნო კამპანიით, ჩვენი პროგრამით, ჩვენი შეთავაზებებით, რომელიც ძალიან ნათელი და მისაღებია ხალხისთვის. დაახლოებით იქნება ის ციფრები, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით, ეს ჩემი გამონათქვამი მე ჰაერში არ გამიცხადებია, ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატიული კვლევებით, ჩვენ ვიცით ზუსტად რა განწყობა არის, როგორც თბილისში, ასევე მთლიანად საქართველოში, ჩვენ ზუსტად იმ გეგმას მიყვებით, რა საარჩევნო კამპანიის გეგმაც ჰქონდა და გვექნება ის შედეგი, რომელსაც ვარაუდობთ. და ეს შედეგი იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, პოტენციურად ვისი ამომრჩეველია. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მყარად იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. პოტენციურად ვისი ამომრჩეველია ის ამომრჩეველი, რომელიც გადაუწყვეტელია და ჯერ პასუხზე უარს ამბობს. აი თქვენი ამომრჩეველმა რატომ უნდა დამალოს, რომ თქვენი ამომრჩეველია, ვთქვათ, თუ უფრო ქართული ოცნების ამომრჩეველიერიდება პასუხზე, არიდებს პასუხს თავს, თქვენ როგორ ფიქრობთ? პოლარიზაციას ერთი კონკრეტული შედეგი რაც მოყვება ხოლმე და ეს ფაქტია არის ის, რომ ამ ორი სუბიექტის მიმართ, ამ ორი მონსტრის მიერ გაწევა ხდება პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს პოზიციები უკვე ჩამოყალიბებული არის. შესაბამისად, ის ნაწილი, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებული გადაუწყვეტელთა კატეგორიაში არის, ჩვენი თანამოქალაქეების, თბილისელების იქნება ეს თუ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა, დღეს უკვე ჩამოყალიბდა ერთ რამეში, რაც ზუსტად იცის, რომ არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ მოცნებას მხარს არ დაუჭირს. ეხლა ეს ადამიანები ფიქრობენ, ვის დაუჭირო მხარი. აი აქ უკვე დარჩენილი 23 დღე იქნება გადამწყვეტი. იქნება ეს ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ პასუხისგან თავს იკავებენ და მალავენ. მოდით ლიკა მოусმინოთ, რომელიც ჟურნალი ლიბერალს წარმოადგენს. არჩევნებზე მიდის, აქტიური პოზიცია აქვს, იმიტომ რომ არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელი ამ კვლევების შედეგად არ შემცირებულა, ანუ საარჩევნო პროცესის მიმართ ნიჰილიზმი არ გაზრდილა. ეს ადამიანები მიდიან არჩევნებში, უბრალოდ ეხლა ფიქრობენ
ვიზე შეაჩერონ თავიანთი არჩევანი და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ამ ადამიანების ამ მრჩევლების კეთილგანწყობას მივიღებთ. ჟურნალი ლიბერალი ლიკა ზაკაშვილი დასმავს შეკითხვას. ბატონო გიორგი 5 სექტემბერს კავკასიის ეთერში, როცა თქვენ დაგისვეს კითხვა კოალიციასთან თანამშრომლობის შესახებ, თქვენ ამბობთ, რომ კოალიცია ჭრელია და ახსენეთ, რატომ გონიათ, რომ ჭრელია. ასევე ახსენეთ, რომ კოალიციაში პირველ ათეულში არიან ადამიანები აღორძინების წარსულიდან. ოღონდ არ დააკონკრეტეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და ასევე გაიკვირვეთ, რომ რატომ არ უჩნდება პროტესტი კოალიციის ლიდერს ამ ადამიანების არსებობის გამო. პირველი კითხვა, ვინ არიან ეს ადამიანები, ამჯერად მაინც დააკონკრეტოთ, ვინ არის ის ათეულში ის ადამიანი, ვინც აღორძინების დროს და რატომ გიკვირთ, რომ მას პროტესტი არ უჩნდება ამის მიმართ. არის რატომ იკვირს ეს ზუსტად არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ თუ ასლან აბოისძესთან ურთიერთობა და აღორძინება ვინმესთვის რაიმე სახით კომპრომატი არის, ბუნებრივია, როდესაც ესეთი ადამიანები, რომლებიც ასლან აბოისძის პოლიტიკური თანამოაზრეები იყვნენ თავისი პოლიტიკური კარიერის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და სწორედ მის აქტიურობას უნდა უმადლოდენ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები, ბუნებრივია, რომ იგივე დამოკიდებულება კრიტიკული ამ პიროვნებების მიმართაც უნდა გიყალიბდებოდა. თუ მანდა მაინც პირველ ათეულში გაინტერესებთ, აქ არაფერი საიდუმლო არ არის, გადახედეთ სიას და ნახავთ მაგალითისათვის ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს გუბას ანიკიძეს. თქვენთვის ეს სიახლეა, რომ ბლოკ საქართველოს აღორძინების წევრი გახდათ და საქართველოს პარლამენტში ჩემს გვერდით იჯდა აღორძინების დროს. თუმცა თქვენ შეიძლება სიახლე იყოს იმდენად ახალგაზრდა ბრძანდებით, რომ შეიძლება უბრალოდ თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ ეს გახსოვდეთ, მაგრამ თქვენზე უფრო ასაკოვან ჟურნალისტებს ეს უნდა ახსოვდეთ. პოლიტიკოსებს მით უმეტეს, მაგრამ მე არ მიგვირს, იმიტომ რომ ვისაც თქვენ ახსენებთ ეს პიროვნება ბატონი ივანიშვილი, როგორც გავარკვიეთ, დაახლოებით 12 წლის განმავლობაში ან საერთო ტელევიზორს არ უყურებდა და გაზეთს არ კითხულობდა, ან მე ეჭვმეპარება უბრალოდ ერთადერთ ტელეკომპანიას ადევნებდა თვალს, ეს არის ტელეკომპანია კავკასია. სხვათა შორის ამ არხზე ადამიანების გამოჩენის სიხშირის მიხედვით არის, როგორც მე შტაბ-შტილება შემექმნა პირველი 15-ეული დაკომპლექტებული, იმიტომ რომ სხვა კრიტერიუმები ობიექტური მე პირადად ვერ აღმომიჩენია ზოგიერთი ადამიანის გამოჩენაში. ასე რომ არიან თან მრავლადაც არიან და არაერთეულები და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ამგონია ასლან აბოისძესთან ურთიერთობა იმ პერიოდის საქართველოში განუკითხაობის, ძალადობის, კრიმინალის ტალღის შეჩერება, რომელიც მაშინ ასლან აბოისძემ მოახერხა თავისი ძალიან მყარი ხასიათით. მე აღარ ვსაუბრობ ბოლო ნაწილზე მისი პოლიტიკური საქმიანობის, რომლის მიმართაც უბრალოდ ქონდა განსხვავებული აზრები და ძალიან მშვიდად წნარად მადლობა გადაუხადე. დადებითი პერსონაა ის არ არის ნამდვილად. იცი რა, ავკარგიანი არის ყველა ადამიანი, ჩემოდიანა და ჩვენ დროა მე მგონი ჩვენ ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე ადამიანების დემონიზაციას ან გაკერპებას უბრალოდ თავი დავანებოთ. ყველა პოლიტიკოს აქვს თავისი ნათელი მხარე საქმიანობის და მოღვაწეობის და აქვს თავისი ბნელი ხარი. უბრალოდ ნამდვილად ასამბლეის ნათელ მხარეზე საუბარი. პოლიტიკაც თავის დასკვნას აკეთებს იმის მიხედვით, კარგი გაკეთებული საქმეების ძალა თუ ცუდი. ჩემი აზრით, ის რაც ასლან აბოისძეს გაუკეთები ამ ქვეყნისთვის და თავისი კუთხისთვის, კარგი გაცილებით მეტი არის, ვიდრე ის შეცდომები, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების მერაბ მეტრელოს დაუთმოთ ტრიბუნა, მერაბ გისმენ შერა შეკითხვა გვაქვს გიორგი თარგამაძის მისამართი. რაღან ჩვენს გადაცემას პრესპრესი ქვია, ბრალდებების თემას გავაგრძელებ, წარსულთან დაკავშირებით ბრალდებებზე ისაუბრა თამარმა, თუმცა თქვენს დღევანდელ მოღვაწეობასთან დაკავშირებითაც არსებობს ბრალდებები და ბევრი კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ომახიან და ხანხალ განცხადებებს აკეთებთ ხელისუფლების მისამართით, მოსახლეობის რაღაც ნაწილს, ალბათ ახალს არაფერს არ ვამბობ, ეჭვეპარება თქვენს ნამდვილ ოპოზიციონერებაში. ეს როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე? აი სხვა განაპირობა იმან, რომ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ყოველ კონკრეტულ კრიტიკულ მომენტში, როგორც იყო პარლამენტში შესვლა არ შეშლის საკითხი, კონსტიტუციის საკითხი, ბიზნესმენიშვილის მოქალაქეობის და როგორ გამომძვრალიყო ხელისუფლება ისე, რომ საკუთარი სახე არ დაეკარგა და ასე შემდეგ, ყოველ კრიტიკულ მომენტში თქვენ გაიზიარეთ გადადგითის ნაბიჯი, რაც ხელისუფლებას სურდა. ფიქრობთ, რომ ამის გამო არის ასეთი ბრალდებები თქვენი მისამართი? შეიძლება გიპასუხოთ. რაც თქვენ ჩამოთვალეთ, დიდი სიამოვნებით თავიდან მოვაწერდი ხელს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე. და მე მიმაჩნია, რომ პირადად ჩემი, როგორც პოლიტიკური ლიდერის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის და მთლიანად ჩვენი მოძრაობის და ჩვენი ფრაქციის დამსახურებებია ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. რადგან ყველა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მე მოქმედებდი არა მხოლოდ პოლიტიკური რაციონალიზმიდან გამომდინარე, რომელიც მე ვფიქრობ პოლიტიკური ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, არამედ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. რაც შეეხება პარლამენტში შესვლა არ შესვლას.
მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ მაშინ ოპოზიცია პარლამენტში მთლიანად უნდა შესულიყო. და მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ კონფიგურაცია 4 წლის თავზე თუ ის პარლამენტი საერთოდ იმ განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე თუ მიაღწევდა ბოლომდე, იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. მეორე, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია და ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის. დიანა, უბრალოდ ბევრს ეზარება ხოლმე საარჩევნო პროგრამების კითხვა, მაგრამ იგივე ხა თქვენ ახსენებდით ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მის ბლოკში და მის ათეულშიც კი სრული შეუთანხმებლობა, როგორი მოწყობის სახელმწიფოებრივი მოდელი არის მისაღები ამ კოალიციის. ეს არის, როცა ეკლექტიკაზე ვსაუბრობ და სიჭრელეზე, პირველ რიგში აი ამ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში ამ ადამიანების აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები მაქვს მე მხედველობაში და არა მხოლოდ მე. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ თავიდანვე გულშემატკივრობდით ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას. რაც და როგორიც გადასაქმელი ნაბიჯები. კონსტიტუციური რეფორმისთვის წერტილი არავის არ დაუსვავს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები. ჩვენ ვიყავით მე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პოსტსაბჭოურ ეპოქაში მთლიანად იქ სადაც არ არის ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ყოველთვის იწვევს ხელისუფლების უზურპაციას, ყოველთვის იწვევს ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაციას, რასაც მოყოლება ყველა ის უბედურება, რომელიც საქართველოში ჰქონდა დემოკრატიის, ბიზნესის, მედია მონოპოლიზების კუთხით. ამიტომ მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მართვის მოდელი არის ყველაზე მისაღები, რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდება დახვეწა. ანუ თქვენ მოგწონთ საკონსტიტუციო ცვლილებებით საარჩევნო კოდექსი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ვიდრე საარჩევნოზე გადავიდოდით, საკონსტიტუციოზე მინდა კი შეკითხვა. ვიდრე გავიდოდა სესიაზე და მიიქნებოდა მიღებული ეს ახალი პროექტი. თქვენგან არსებობდა პირობა, რომ თუ არ მოხდებოდა ხელისუფლება, არ მოხდებოდა იმ შენიშვნების გათვალისწინება, რაც გააჩნდათ ექსპერტთა გარკვეულ ნაწილს, მაშინ თქვენ ხარს არ დაუჭერდით. ეს ეხება იგივე, თქვათ, იმპიჩმენტის გამოცხადების ვადებს პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ. რაც რეალურად დღეს შეხვიდეთ სხვა შორის ჰოლანდიური ორგანიზაცია ნიმდი მოგეხსენებათ და ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროექტს ჩაუყარა საფუძველი ვებგვერდზე პარტიები G. შეგიძლია შეხვიდეთ, სადაც 4 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის პროგრამა არის გამოქვეყნებული და მათ შორის საკონსტიტუციო მოწყობასთან დაკავშირებით დეტალურად გვიწერია ისიც, რა ხარვეზე აქვს შენარჩუნებული ამ საპარლამენტო მოდელს და რაც არის გასაკეთებელი. მაგრამ მთლიანობაში სტრატეგიულად ჩემთვის მისაღები და მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყანაში დაგვეძრა კონსტიტუციური ცვლილებები ზუსტად ევროპული ტიპის საპარლამენტო მოდელის მიმართულებით, სადაც პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ, ითანამშრომლობენ და იქნებიან კომპრომისებზე და ერთმანეთთან ურთიერთობაზე ორიენტირებულები და სადაც მთელი პოლიტიკური პროცესის ჯილდო არ იქნება ერთი საპრეზიდენტო ტახტი 4-5 წელიწადში ერთხელ და მე მთელი ქვეყანა ქუჩაში არ დაგიყვება. საარჩევნო კოდექსიც არის ისეთი, როგორიც თქვენ გინდოდა და თქვენ მოგწონდა და რომელსაც იდეალური არაფერი არ არის. რუსიკო, იდეალური არაფერია, ჩემოდიანა. ჩვენთვის ან ყველაფერი ან არაფერი, ეხლა ბევრმა პარტიამ დაიწყო ამ ფრაზის გამეორება და ამიტომ მეხამუშება კიდეც, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა, როცა პარლამენტში შევდიოდით, მე ძალიან სიამოვნებს, რომ საპარლამენტო, ასე ვთქვათ, ჟურნალისტები ესე ჩვენ სამ შეხვედრას რუსიკოს ახსოვს პირველი დღე, როდესაც მე მიკროფონთან მივედი და ვთქვი ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად წეულოს სიბნელე, ჯობს ან თუ ერთი სანთელი. და მე შემიძლია დაგისახელოთ ბევრი ისეთი რამ, მათ შორის ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის უფრო მეტი ბალანსისკენ წაყვანის სახით, რა გადაწყვეტილებებში ჩვენი წვლილი შევიტანეთ და ამით ვამაყობთ. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ივანიშვილის რატო არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გაჩა შეკითხვა, რატო ადარდებდათ ქრისტიან დემოკრატებს ივანიშვილის მოქალაქეობა. გაერკვია ეს ხელისუფლებას და ივანიშვილს ერთად. მარტო ხელისუფლების და ივანიშვილის არის ეს ქვეყანა არ არის. არა, ივანიშვილის მოქალაქეობაზე ვიდა. ზუსტად ამას ვამბობ, მარტო ივანიშვილის და სააკაშვილის თავის ატკივარია ეს ქვეყანა თუ იმათმა ერთმანეთში იდავონ და ბუზდირი თავი აქვსო და ხალხმა იდარდოს ამაზეო, ესე არ არის. ყოველს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობის და ამის გამო. ანუ თქვენ გინდოდათ ყველაზე სერიოზული ოპონენტი ჩაგერთოთ საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, მე მინდა რომ კონკურენტული იყოს საარჩევნო სივრცე და მეორე ადგილზე იყავით და მესამეზე გადაინაცვლეთ. პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მეორე მესამე ადგილისთვის ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე არ ვიბრძოდი ჩვენ არასოდეს. მე მინდა ქვეყანაში ძირეულად შეიცვალოს პოლიტიკური სისტემა და ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს. 17% ქონდა. ვინ არის თქვენი მოკავშირე ამ საქმეში? ნაციონალური მოძრაობა თუ ბიძინა ივანიშვილი? ვინც ამაში
გვეხმარება ჩვენ რომ ერთპარტიული დიქტატურა დამთავრდეს, ვისაც არ აქვს მოთხოვნილებები და ილუზიები, რომ მარტო მანიცის ამ ქვეყნის ავადმყოფობის ყველა წამალი და მხოლოდ მას აქვს ჯიბეში თავის სეებში ჩაკეტილი ამ ქვეყნის გაჭირვების გასაღები. ყველა ეს ადამიანი არის ჩემი მოკავშირე და ყველა ეს ადამიანი, რომელიც ქართული სახელმწიფოს ძირს თხრის და ძირს урყევს, არის ჩემი პირადი მტერი. ხშირად ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ. ვინ არის თქვენი პირადი მტერი? ყველა ეს ადამიანი, რომლისთვის მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, შალვა ნათელაშვილი. მე ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ნამდვილად არ ვეძებ. ჩემთვის მაგალითად თუ ასე ძალიან გაინტერესებს დავასახელო, ეს არის ის უხეში აგრესიული ძალა, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და ხალხი ყავს იქიდან გამოყრილი. ჩემთვის ეს არის სარეკლამო პაუზა. ზუსტად ვიცი, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. ესე ძალიან რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ პრეს. გადაცემა პრესი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენი გადაცემის სტუმარია გიორგი თარგამაძე. თქვენ თქვით, რომ თქვენი მიზანია ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს. ვის აქვს შანსი, რომ ეს მმართველობა დაასრულოს დღეს ამ არსებულ პოლიტიკურ ქართულ ამომრჩეველს? აი, ყველა იმ რიგით ადამიანს, რომელიც ახლა მაესტროს ეთერს უყურებს. რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს ამის მეტი რესურსი და მეტი შანსი? პოლიტიკურ ძალა თავისთავად არაფერს არ მოადგენს რიგითი ამომრჩევლის მისი მხარდამჭერის გარეშე. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი მხარდაჭერისა ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე. ვცდილობთ რომ ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ და უფრო მეტი ადამიანი გავააქტიუროთ ამ მიმართულებით. სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას აქვს თავისი წილი და ამ წილებით ერთად შეიძლება შეიკრიბოს ის გასაღები ამ პრობლემის მოგვარების, რომელიც ქვეყანაშია. ასევე ერთი ძალიან კონკრეტული შეკითხვა და შემდეგ კოლეგებს უთმობ ეთერს. მე პასუხისგან თავს კი არ ვიკავებ, უბრალოდ ფაქტია, არსებობს გარკვეული კვლევები, არის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც აქვს ბარიერის გადალახვის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას აქვს მეტი შანსი, რომ ერთპარტიული მმართველობა გაუჩნდებათ შანსი რომ გადალახონ. მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება თუ კი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი იქნება მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი. თუ დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შევლენ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და თქვენც მოხვდებით პარლამენტში და თქვენთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გაიყვანოს თავისი პრემიერობის კანდიდატი. ვის დაუჭერთ თქვენ მხარს? ნაციონალური მოძრაობის პრემიერების კანდიდატს ვანო მერაბიშვილს თუ ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს? როგორც მოცემულობა ძალიან კონკრეტული შეკითხვა, ძალიან კონკრეტული პასუხი მინდა. დეტალებში არის ამ შემთხვევაში კონკრეტიკა, ხო? ეშმაკს გამოსავალი რომ ვიპოვოთ ამ დეტალებიდან. თქვენი კითხვიდან გამომდინარე ეს ნიშნავს, რომ დგება არჩევნების შედეგი, რომლის მიხედვითაც არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს 50+1 მანდატი. სწორად გავიგე? ანუ უჩვენოთ ვერ იღებენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგი ნიადაგი იქნება. ქრისტიან-დემოკრატების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გაუჩნდა სერიოზული შანსი იყოს არჩეული მთავრობის ხელმძღვანელად. თუ ეს არ გამოდის, ამის პარალელურად ეს ავტომატურად ნიშნავს უკვე იმას, რომ ნაცმოძრაობა არის უმცირესობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ვერ იღებს იმას, რასაც თავის მხარდამჭერებს პირდებოდა და მე ორივე მიმართულებით ადვილად სავარაუდოა, რომ დაიწყება შიდა დეზინტეგრაციული პროცესები, ან ორივე დაიშლება. აი ამ დაშლის ფონზე როგორი ახალი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება იმ პარლამენტში, რომელიც ერთი პარტიული უმრავლესობით ვერ აირჩევს ქრისტიან-დემოკრატებთან შეთანხმების გარეშე პრემიერ-მინისტრს, ეს იქნება ის სურათი, რომელზეც ჩვენ ყველანი ვფიქრობთ და რომელსაც ვაანალიზებთ. ასე რომ ნახოთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრემიერობის კანდიდატი. მასაიძე აუცილებლად გააშუქებს და მოდი რეზონანსი საპარლამენტო კონფერენციას დავუწყოთ. სხვა გზა არ არის. ზუსტად თქვენი შეკითხვა გიორგი თარგამაძეს. ჩემი შეკითხვა ეხება უშუალოდ აი ამ არჩევნებს. თქვენ ძალიან ბევრს ხშირად ამბობდით, რომ ბლოკს არ შექმნიდით პაატა დავით აიასთან. მიუხედავად ამისა, კი ლევან მეფხოძეს არაერთხელ თქვას, რომ არაპირებდით ამის გაკეთებას. მიუხედავად ამისა, ეს ბლოკი მაინც შეიქმნა და მაინტერესებს, რა საერთო გაქვთ თქვენ და ახლა უკვე ევროპელ დემოკრატებს. ეს იყო თუ არა განპირობებული მხოლოდ იმით, რომ საარჩევნო კომისიებში ბევრი მანდატები, ბევრი ხალხი ყოლოდათ და ამ კითხვას ემევა კიდევ ის, რომ აი საარჩევნო კომისიებში ხალხის დანიშვნისას, აი კონკრეტულ მაგალითს გეტყვით დუშეთში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა უთხრეს იქ მომუშავე პერსონალს, რომ მდივნად უნდა დაეჭირათ თქვენი კანდიდატისთვის მხარი, რადგან თქვენ ხართ ხელისუფლების და უნდა გავიდეს თქვენი კანდიდატი. აი ამ შემთხვევაში კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ პაატა დავით აიასთან რატომ შექმნით ბლოკი და რატომ ჩდება ესეთი კონკრეტული ფაქტები, როდესაც ახალი ბლოკი არ შეგვიქმნია თქვენის რომ თვითმმართველობის არჩევნებში ანალოგიური კონფიგურაციის ბლოკი მონაწილეობდა არჩევნებში მცირე ცვლილებით. რაც შეეხება ბატონ პაატას, ჩვენ სლოგანში
პრიორიტეტად გამოტანილი გვაქვს ერთიანი საქართველო და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის დევნილების პრობლემები და ზოგადად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემატიკა, თემატიკა, სტრატეგია და გეგმები. და ამ ხრებმა მიმაჩნია, რომ პაატას და იმ ადამიანებს, რომლებიც მოყოლებული სოხუმიდან მის გარშემო არიან, ამ თვალსაზრისით ბევრი რამის თქმაც შეუძლიათ, გაკეთებაც შეუძლიათ და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მისიის გამოცდილებას და წარმომადგენლობა აფხაზეთიდან ჩემის აზრით ჩვენს პოლიტიკურ სიაში უნდა ყოფილიყო აღნიშნული. მეორე, წინაარჩევნებზე თქვენ კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა ყავდათ? კი, ამჯერად ის არ მონაწილეობს, მაგრამ აქ საუბარი არის ბატონ პაატაზე და მეორეც რა თქმა უნდა, ეხლა მე არ დავიწყებ, არ გავექცევი მაგ თქვენს ვერსიას და ვარიანტს, და პოლიტიკური რაციონალიზმიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების პერიოდში, შეზღუდული და არარსებული საერთოდ ადმინისტრაციული რესურსისა და მედია რესურსის პირობებში ყველა ის ბერკეტი და მექანიზმი გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენს მიერ მიღწეულ ობიექტურ შედეგს დაგვამაგრებინებს. აი, შეზღუდული რესურსების პირობებში ძალიან ბევრი ბანერია, თქვენი პოლიტიკური პარტია ალბათ არის მეორე ადგილზე ნაციონალურ მოძრაობაში. ვაწარმოებდით ამ მოლაპარაკებებს უცხოელების მონაწილეობით. და იმიტომ რომ ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გავაფორმეთ უკვე ხელშეკრულებები იმ რამდენიმე თავისუფალ ბანერზე, რომელიც იყო. სხვებს რა პრობლემები აქვს? ამის თაობაზე მე თქვენ ვერ გაგესაუბრებით, მაგრამ პარტიის ბანერი თითქმის იცი რას გეტყვით დიანა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვკრებთ იმ ნაყოფს, რომელიც დავთესეთ ჩვენ თვითონ ქრისტიან-დემოკრატებმა და ის რაც ვიღაცას მიაჩნია, რომ იყო ჩვენი შეცდომა, არასორი ნაბიჯი პარლამენტში შესვლის, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირების, პარლამენტში რომ ხართ ამის დამსახურება, ბანერი რომ მაგის დამსახურებაა, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ჩემი და ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება იქნება შეფასება თუ კრიტიკული შემოსვლა. საერთაშორისო ორგანიზაცია რა ფორმით ერევა ბანერის საქმეში ძალიან საინტერესოა. ცით რა ფორმითაც ერევა თავის რეპორტებში, ანგარიშებში, ასე ვთქვათ, ეს თემა ძალიან აქტიურად იფიგურირებს. ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ შედეგისთვის რომელ საერთაშორისო ორგანიზაციამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას, რომ თქვენი ბანერი დაედგათ? ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული, მათ შორის EUTHOS, გრძელვადიანის სადამკვირვებლო მისია და სხვა ორგანიზაციები. ქართული ოცნების ბანერებზე აღზრდავენ ისინი. ქართულმა ოცნებამ რა ქნა, მე არ ვიცი. ქართულ ოცნებას მეორე შეკითხვის მეორე ნაწილი იყო ადგილზე ქართულ ოცნებას ჩვენთან შედარებით 100-ჯერ და 1000-ჯერ კი არა, 10,000 ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დიდი ლობისტური შესაძლებლობები აქვს. ჩვენ საერთოდ არანაირი ლობიზმის ელემენტებს ვერ ვიყენებთ და არ ვიყენებთ. ასე რომ, მოკითხეთ მათ თვითონ ისინი ამბობდნენ, რომ ისეთი პოზიციები აქვთ უკვე დასავლეთში, რომ აგერ არის უკვე მიხეილ სააკაშვილი გამზადებული და ხელფეხშეკრული ყავდათ საქართველოსდან წასაყვანად. ხომ ესეთი მოლოდინები ადრეც მახსოვს სხვა დროს სალონარო ჩამოდიოდა ამითი ხავიერ სოლანარო ჩამოდიოდა თვითვინავი და რომ იყავდა ეს სააკაშვილი და მე რო თელმა ამბავმა ჩაიარა და აღარავის აღარ ახსოვს. მე მახსოვს ეს მოლოდინები და ვთქვი, არასოდეს ჩემს მხარდამჭერს არ შეუქმნა ფულჭი ილუზიები და არ შეუქმნა ისეთი რისკები, რომლის ფასაც მე პოლიტიკოს კი აღარ იხდის. აი ეს უბრალო მხარდამჭერი, რომელიც ქუჩაში იდგა და რომელთა ნაწილიც დღეს ან ქუჩაში ან ციხეში ზის, ან თვალი აქვს ამოგდებული. ანუ თქვენ რო ბანერებზე პრობლემები არ გაქვთ, ჩაიწერება ამ ანგარიშებში ოპოზიციას პრობლემები არ ქონდა? არა, ასე არ ჩაიწერება ჩემო რუსიკო. მე არ ვიცი შენ კითხვის ქვეტექში რას გულისხმობ, მაგრამ თუ სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ექნება, ჩაიწერება რომ ამათ მიაღწიეს და აქვთ, იმათ ვერ მიაღწიეს და არ აქვთ. ჩემთვის მთავარი არის რომ მე მივაღწიე იმას რომ მაქვს. და ძალიან გულშემატკივრობ იმას, რომ სხვებსაც ეს პრობლემები არ ქონდეს, მაგრამ მე ჩემი საარჩევნო კამპანიით ვარ ახლა ამ ეტაპზე დაკავებული და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების საარჩევნო პასუხი წინასწარ საზრუნავად უბრალოდ არ მეცადა. რუსიკო საუბრობდა საარჩევნო კომისიაში, როდესაც თქვენი წარმომადგენლის დანიშნეს ხოვეს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა ჩვენი ისე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებს ყავდათ, ჰქონდათ ესეთი შემთხვევები და ესეთი შემთხვევები ოპერატიულად რეაგირებდი თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, იმიტომ რომ სოფლებში, რეგიონებში ძალიან რთული არის ლიდერი ესწრებოდეს ყველა საარჩევნო კომისიის სხდომას. მაგრამ საინტერესო თქვენი მისამართი რატომ აქვთ ასეთი განწყობა, რომ თქვენ ხართ მათიანი? პარტიები არ მინდა ჩამოთვალო არაკოლექტურული იქნება, მაგრამ არაერთი პარტიის წარმომადგენლის მიმართ განისმა ეს შენიშვნა და ჩვენ ყველა ეს ადამიანი შემდგომში დავცვალეთ, ასე ვთქვათ, მონაცვლეობის პრინციპით ის ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილნენ ჩვენს ბრძანებას და არ დაემორჩიდნენ საერთო პარტიულ გადაწყვეტილებას, ისინი საარჩევნო კომისიებში აღარ არიან წარმოდგენილი. ლიკა საქვს პრობლემა, რომელიც ადგილებზე საარჩევნო კომისიაში არის. ბანერებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაასახელოთ თქვენ ამ დროს 7 თვით ადრე დაიწყეთ მოლაპარაკება, თუმცა თქვენი
რეკლამები, ხო, რეკლამები საარჩევნო გაჩნდა 1 კვირის წინ. როგორ მოხდა რომ 7 თვით ადრე დაწყებული მოლაპარაკების შედეგი 1 კვირის წინ დადგა. მას შემდეგ, როცა ხმამაღლა დაიწყო და მედიის ფურცლებს უფრო ხშირად ისმოდა იმის შესახებ, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ბანერებია განთავსებული. ანუ შედეგი რატომ დადგა გვიან, რატომ უფრო ადრე ვიდრე საარჩევნო კამპანია დაიწყო და იმის ფული რაც ქონდა განსაზღვრული გვაქვს მხოლოდ 1 თვით ადრე. მე რომ მქონოდა შესაძლებლობა რომ რომელი ორგანიზაცია, ვისაც არა, ვისთან მქონდათ მოლაპარაკება, არა, რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩარიეთ, როცა თქვენ 5 სექტემბერს კავკასიისეთში ახსენებთ შეხვედრები და კომუნიკაცია მაქვს ყველა გრძელვადიან წარმომადგენლობით სადამკვირვებლო მისიასთან. აირაის, NDI-ის ამ ადამიანებს და EUTUS-ს ანუ მათი დახმარებით მოხდა ეს? გინდა დახმარება დაარქვი და გინდა მათი პროცესზე მეთვალყურეობის შედეგად, მაგრამ ამ პრობლემებზე ჩვენ ვსაუბრობდით ყველასთან. მათ შორის არა მარტო თბილისში. თქვენ უარს გეუბნებოდეთ, რომ ადგილები არ მოხდათ ამ ადამიანებს და მათთან მაქვს შეხვედრები. 7 თვის წინ იმიტომ დაიწყეს მოლაპარაკებები, რომ მქონდა მწარე გამოცდილება, როდესაც 1 თვით და 2 თვით ადრე მისულს უბრალოდ გეუბნებოდნენ, რომ იცი რა, ეს დაკავებულია, ამას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ გადახდილია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ის რომ ჩვენ ცოტა უფრო წინ დახედულად ვიქცევით, ვიდრე სხვა, ეს ჩვენი ნაკლი არ არის. ეს ხერს მოკითხეთ, ამას რატო არ აკეთებდა. რაც შეეხება 1 თვით ადრე, რატო 2 თვით ადრე გაფრობდა კონტრაქტი, როგორც ეს ჩვენ გვჭირდებოდა და ისი ფულიც ქონდა რა პერიოდის და რა მოცულობისაც და 1 თვით ადრე გამოიკრა ეს ბანერი. და დამატებით ერთი კითხვა შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირება შეეხება და ძალიან საგულისხმოა ის რომ CSKO-ს საარჩევნო კომისიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე 60-მდე საჩივარია განთავსებული და 60 საჩივრის ავტორი ხშირ შემთხვევაში არის ქართული ოცნების წარმომადგენლები, უბნის წევრები და საალქოს წევრები, რომლებიც ამბობენ რომ რაღაც გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს ამ კომისიების ფორმირება. თქვენი კომისიის წევრები, თქვენი წარმომადგენლები ამ კომისიებში ამბობენ რამეს თქვენ ხსმენიათ ასეთი ფაქტების შესახებ, თუ ხსმენიათ, რატომ არ ასაჯარავთ ან რატომ არ რეაგირებთ მწვავედ, თუ მართლაც არის ეს ფაქტები. ხარვეს რატომ არ ხედავს? მაინტერესებს რას ამბობენ თქვენი წევრები, იმიტომ რომ ძალიან მწვავეა ის საჩივრის რო გადახედოთ, ხო? იმ საჩივრებს მე პირადად 60-ს გავეცანი, საკმაოდ სერიოზულ დარღვევებზეა იქ საუბარი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პასუხი არის ხოლმე უარყოფითი უსაფუძვლობის გამო CSKO-მ არ დააკმაყოფილა არც ერთი საჩივარი. თქვენი წევრები რას ამბობენ? როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება და არის თუ არა ზეწოლა იგივე სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას თავის წესი აქვს, განსაზღვრული არის კოტები და პარტიების წარმომადგენლობები ან ეგრეთ წოდებული არასამთავრობო არჩევნის დროს აი მუსიკოს შემთხვევაში თავის განსხვავებული პოზიცია ქონდა. ვიღაცას უნდა ყოფილიყო ერთი პარტიის წარმომადგენელი კომისიის მდივნად, ვიღაცას არ უნდა რომ ყოფილიყო და ბუნებრივია ეს პრეტენზიები გაჩნდებოდა კიდეც. საარჩევნო კომისიებში არიან პოლიტიკურად დაინტერესებული ადამიანები, წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ვართ კონცენტრირებული საარჩევნო პროცესზე და საარჩევნო კამპანიაზე. და ამ ეტაპზე თუ საუბრობთ ბევრს დამკვირვებლებთან იმაზე თუ კი რაიმე ხარვეზები არის, მაგრამ ვცდილობთ რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ვესაუბროთ იმ შეთავაზებებზე, რომელიც მაქვს. მე დღევანდელი დღეც მაქსიმალურად იმისთვის მინდოდა გამომეყენებინა ხალხს გაიგო რა შეთავაზება არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და 9 საათი არ დაგვეხარჯა საარჩევნო კომისიების საუბრისაგან. შეიძლება თოქ-შოუ ამ ეთერში თეას იჭინავა უძღვება მას კვირის არგუმენტები, სადაც პარტიებს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია მოახდინონ. კონკრეტულად ვერ გაიგეთ ალბათ არასწორად დავსვათ. ძალიან კარგად გავიგე რასაც ამბობთ და პასუხი. აი ასეთი შემთხვევის შესახებ, როცა მართული პარტიის წარმომადგენელი ახდენს ზეწოლას და კარნახობ თუ ვინ უნდა აირჩიონ კომისიის, საალქო კომისიის თუ საუბნო კომისიის თავმჯდომარედ თუ მდივნად. ასეთი შემთხვევის შესახებ თუ ხსმენიათ. გავსი ტიპის შემთხვევა. ხსმენიათ და გითხარით კიდე, რომ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც დაემორჩილა ასეთი ტიპის მუქარას ან ზეწოლას გამოწვეული არის საარჩევნო კომისიებიდან. თუკი ჩვენი საარჩევნო კომისიის წევრი ვერ უძლებს ამ სიტყვიერ მუქარას, ამ შემთხვევაში უნებრივია განცხადებების წესი და არ უნდა შემოიფარგლებოდა და მიიღო გადაწყვეტილება. ესეთი შემთხვევები იყო თუმცა საჩივრების მასშტაბით ქრისტიან-დემოკრატიის ბალანსი არც ერთი საჩივარი არ არის. გაფორმებას ჩვენ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ დამნიშნულოვანია. კი ბატონო, ამას გავითვალისწინებთ და ამის დოკუმენტაციაც მოხდება იქ, სადაც ამის 24 საათი დათო გამისონია თუ გაქვთ შეკითხვა გიორგისთან. ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა დაყადაღების თემა პოლიტიკური ფინანსების საკითხებზე და თითქმის არ გვსმენია იმის შესახებ, რომ ქრისტიან-დემოკრატების ფინანსების მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუჩნდა კითხვები. მით უმეტეს ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით იურიდიულ პირებს არ აქვს შემოწირულობის გაკეთების უფლება. ანუ გურჯაანის ფაქტთან დაკავშირებით დააჯარიმეს 5000 ლარი მხოლდეს. გარდა ამისა, ფაქტია, რომ თქვენ ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებთ, რაც დიდი ფინანსების გარეშე შეუძლებელია და ამას როგორ ახსნით, იმდენად როგორ ახერხებთ
all ფინანსებს დახარჯოს, რომ არ მოხდა თვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. და ჩაგეკითხები, მე დავამატებ შეკითხვას, ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთ, ან თუ არსებობს, როცა თქვენი პარტიის წევრების ამ მხარდამჭერების მიმართ განხორციელდა ისეთი ტიპის უკანონობა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მოხდა ან ადგილობრივი, ან საერთაშორისო სადამკვირვებლო, ან უფლებადაცვითი ორგანიზაციების დასკვნებში და ასე ვთქვათ ანგარიშებში. დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი არის გამჭვირვალე. მთელი ანგარიში ქვეყნდება ჩვენს მიერაც და ქვეყნდება აუდიტის სამსახურის მიერაც, მანამდე კონტროლის პალატის მიერაც. დაჯარიმებით დაგვაჯარიმეს, ვითვალისწინებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოდნავ განსხვავებული აზრი გაგვაჩნდა თავად აი ამ ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, იმის გამო რომ არასამთავრობოების ნაწილმაც შეაფასა ეს კანონის დარღვევად, გამოვთქვი ჩვენი განსხვავებული აზრი, მაგრამ კანონს დავექვემდებარეთ, დავემორჩილეთ, ასე ვთქვა და ჩვენ ამ ჯარიმას გადავიხდით. რაც შეეხება ზოგადად დაფინანსებას, ჩვენ შედარებით მცირე რესურსი და თანხებით, რომელიც გვაქვს სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების თუ შემოწირულობების სახით, რომელიც საკმაოდ შეზღუდული არის და ესეც ხელმისაწვდომი არის ნებისმიერი თქვენგანისთვის. ცოტა ფულით ვახერხებთ იმ შეხვედრების ისე ორგანიზებას, რომ ეს თვალში ლამაზად მოხდეს, მხარდამჭერსაც, მედიასაც, შემდეგ ეს წერსიერად მევიტანოთ საინფორმაციო საშუალებამდე და ეს დაამახსოვრდეს ადამიანს, ანუ სანახაობრივიც გავხადოთ. ის რომ ჩვენ გარკვეული გამოცდილება მცირე ბარიერებს უქმნის თქვენს პოლიტიკურ ძალას. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ხდება სხვა პოლიტიკური ძალის მისაღებად. ყველანი მსხვერპლის მდგომარეობაში ვიყოთ და ეს ძალიან გვსიამოვნებს. დავსხდეთ ახლა და 24 საათი ყოველდღე ვიწუწუნოთ, როგორ ახერხებს ხელისუფლება ყველას დაჩაგვრას, დაშინებას და ხელის შეშლას. არა გავწუწუნოთ საქმე, რატომ იწუწუნებთ? იმიტომ არ მაქვს, რომ თუ კი ვინმეს უნდა ხალხის გამოყვანა ქუჩაში თავის მხარდამჭერების სახით, გამოყავს. და წუწუნით ამ ხალხს საარჩევნო უბნებზე ვერ მივიყვანთ. არ არის ეს ჩვენი სტრატეგია. რაც შეეხება დაფინანსებას, ამასთან დაკავშირებითაც, სწორედ იმ საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი მუხლი, რის გამოც ჩვენ მაშინ მოვახერხეთ შეთანხმება, ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემასთან ერთად ითვალისწინებდა მათ შორის დაფინანსების პრობლემასაც. მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა და ეხლაც აქვს სამწუხაროდ უზარმაზარი წვდომა საბიუჯეტო რესურსებზე, ისე რომ კაციშვილი გამკითხავი არავინ არ არის და ეს ზუსტად იმის ბრალია, რომ ერთპიროვნული ფაქტობრივად ავტორიტარული მმართველობის რეჟიმში ცხოვრობს საქართველო, მოყოლებული ვარდების რევოლუციიდან და დღემდე ესე არის და მეორეს მხრივ უზარმაზარი საფინანსო რესურსები, ფინანსური რესურსები სხვა მიმართულებით, ხო? ჩვენს ინტერესს წარმოადგენდა ყოფილიყო დამატებით ფინანსური რესურსი. და ის რომ 5% ბარიერ გადალახული, ყველა პოლიტიკური სუბიექტი და პარტია არჩევნების შემდეგ მიიღებს დამსახურებულ და კანონით გათვალისწინებულ 1 მილიონ ლარს, ჩვენ გვეხმარება აი ამ საარჩევნო კამპანიის ამ მასშტაბით წარმოებაში და იმ მომსახურების და მასალების აბსოლუტური უმეტესობა, რომელიც გამოიყენება ჩვენი საარჩევნო კამპანიის დროს უკაცრავად, არის სწორედ კონსიგნაციის წესით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც ნიშნავს კრედიტით აწარმოებთ. დიახ ბატონო. კრედიტით ასე ვაკეთებთ. მერაბ ასე ვაკეთებთ. მერაბ და თამას მე მინდა ჩვენ სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების თუ მცირე შემოწირულობის სახით ფინანსდება ჩვენს მიერ არის მეორე ნაწილი, რომელიც კონსიგნაციის წესით კონტრაქტების მიხედვით ხორციელდება და ყველა ეს კონტრაქტი ჩვენ ვალდებული ვართ საჯარო გავხადოთ და კანონით და დროით დადგენილ ფარგლებში ქვეყნდება. ძალიან ცოტა დრო გრჩება მერაბს მოსმინდა. ამ თემას გავაგრძელებ, მაშინ ბანერებთან დაკავშირებით გაჩნდა შეკითხვა, მე მაგალითად ასეთი შეკითხვა მიჩნდება, როდესაც უყურებს სახელმწიფო ტელევიზიებს, ხო თქვენც ხომ არ გეჩვენებათ, რომ ვთქვათ ქრისტიან დემოკრატებს სახელმწიფო ტელევიზიები აშუქებენ მხოლოდ ან ნიუსის კონტექსტში, ან დადებით კონტექსტში, მაშინ როდესაც ქართულ ოცნებაზე სიუჟეტებს უხედავთ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში, თქვენზე ასეთ სიუჟეტებს ვერ ნახავთ, რითი ახსნით ამას ახსნი მათი დამოკიდებულებით და მათი აგრესიული დამოკიდებულებით ამ შემთხვევაში ვიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ აქვე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, თუ კი მე მაკენიდან არ მელაპარაკე ისეთ თემები და მე გარეთ არ მithქვავს ისეთი რამ, რაც არ ყოფილა. ეს მაკენი ერთი დღის შემთხვევაა და ჩვენ ზოგად ტენდენციაზე ვსაუბრობთ. გავიგეთ, მაგრამ შეცდომები დღეობით და წვეწვეტობით გროვდება ჩემოდიანა და პოლიტიკაში ყველაფერზე პასუხსაგებია. ანუ ივანიშვილის მიმართ უარყოფითი ტონი განპირობებულია იმით, რომ მას ეშლება და აქვს შეცდომები. კონტროლი ამ ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკების. მის ხელში არის კონტროლი.
რა გაკვირვებთ ამ შემთხვევაში, ხო? მე არ მიკვირს. ის რომ ჩვენს მიმართ არ არის ასეთივე მასშტაბის აგრესიული დამოკიდებულება, ეს არ არის ჩემი ბრალი. მე ვარ განსხვავებული ტაქტიკა ბრძოლის, მე ვარ ორიენტირებული შედეგზე. ძალიან აგრესიული ტონი შემოვიდა თქვენს მიმართვებში, მაგალითად ინგა გრიგოლიას ერთ-ერთ გამოსვლას მოусმინე სისხლის მსმელი ახალაიები და ასე შემდეგ, ციტატებიც კარგად მახსოვს, ანუ ასეთი რიტორიკით და ასეთი ტერმინებით ქართული ოცნების ლიდერები საუბრობენ. ინგა გრიგოლიაზე განსხვავებული ტონით საუბარი, როდისმე გაგიგიათ თქვენ? ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ამით გამოწარმოადგენს ძალიან საინტერესო ერთობას ადამიანებისა, რომ აქ არიან განსხვავებული ენერგიის, ტემპერამენტის, განსხვავებული სტატუსის და განსხვავებული ფუნქციის მატარებლები. ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას შეუძლია თქვას, რომ ჩვენ ამხრივ ვართ მრავალფეროვანიც და საინტერესოც. ინგა ავსებს იმას, რაც სხვა საკლია და სხვებს აქვს ის, რაც ამ შემთხვევაში საჭირო არის მთელი პარტიის წარმატებისთვის. ინგა გრიგოლიაზე მინდა კითხოთ, მისი ბოლო გაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო დანელი თუ ხართ აქ რომელიმე მოგიწოდებთ რომ ხარი დაუჭიროთ ინგას და საერთოდ გადაწყვეტილება არ ყოფილიყო საარჩევნო სიაში. ეს რა სტრატეგიაა და რაზე გაქვთ გათვლა? ანუ რა გარანტია გაქვთ რომ ის ნაციონალური მოძრაობის ასევე ძალიან რეიტინგულ კანდიდატს მოუგებს? ჩემო კარგო, არანაირი გარანტია არ აქვს და გარანტირებულად მოგებულ ომში ჩვენ არ შევსულვართ არასოდეს. ძალიან რთულია წარმოიდგინოთ დღევანდელ სიტუაციაში რომ აი რაღაცას გარანტირებულად მიიღებ ადამიანი, ხო? ინგამ ეს ნაბიჯი გადადგა თავისი მოსაზრებიდან გამომდინარე, რასაც მე პირადად ძალიან რთულად დავეთანხმე, იმიტომ რომ მე მაინც საერთო პარტიის შედეგზე ვარ პასუხისმგებელი ადამიანი და ჩემთვის რისკი, რომ ინგა შეიძლება არ იყოს პარლამენტში, ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან ანგარიშგასაწევი არის. მაგრამ ინგა ყოველთვის იმაზე მეტ რისკებს იღებდა ვიდრე იმ მომენტში ვინმე შეეძლო რეალურად შეეფასებინა, ხო? ეს ამ ადამიანის ბუნება არის, ეს ამ ადამიანის სტილი არის, ბრძოლის არ არის მის მხრიდან. არა ბატონო. ინგამ ძალიან გარკვევით თქვა და დაანებოს ყველა მქვეტექსტების ძიებას. ტელევიზიის ხელმძღვანელობა მინდაო ესეც. დიანა რა, საიდუმლოა ეს რო ხა ინგასაც და მე ძალიან გვიყვარს ტელევიზია და სტუდიაში რო შევდივართ ყველაზე თქვენ შეიძლება დაბრუნდეთ ოდესმე ტელევიზიაში. რატო არ შეიძლება რომ ოდესმე დავბრუნდე, მაგრამ მაგ საუბარი იმაზეა რომ სანამ ტელევიზიაში დაბრუნდები, მანამდე ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა იყოს და ქვეყანაში ჟურნალისტიკას უნდა ჰქონდეს საშუალება არსებობის. თავისუფალი პროფესია. ანუ არ გამორიცხავთ კიდევ ერთხელ დაბრუნებას ჟურნალისტიკაში. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყველანი ახალგაზრდები ვართ, მანამდე ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ქართულ პოლიტიკაში და როცა მართლა შევქმნით ინსტიტუციონალურ და პოლიტიკურ გარანტიებს საიმისოთ, რომ არავინ მე ავტომატით ხელში არ შემომივარდება ან სხვა ჟურნალისტს. აი ამ შემთხვევაში უკვე დარწმუნებით და გარანტირებულად შეიძლება ვიფიქროთ იმ საქმის კეთებაზე, რომელიც არანაკლებ გვიყვარს, ვიდრე ის პასუხისმგებლობა, როგორც დღეს როგორც პოლიტიკოსებს გვაქვს აღებული მეც, ინგას და ყველა ჩემ თანამედროვეს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. არ ჩვენს ათეულში და ზოგადად ქრისტიან-დემოკრატებში არ არის ისეთი, რომელიც თავის საქმეში ყოფილიყო წარმონადებელი. ყველა ადამიანს თავიანთ პროფესიებში, თავისი შრომის და ნიჭის და ხალხის მხარდაჭერის შედეგად ძალიან დიდი შედეგებისთვის აქვს მიღწეული და ჩვენ ეხლაც ვიბრძვით გამარჯვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა გიორგის და მათ შორის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ინგა გაიმარჯვებს და იქნება პარლამენტში პირდაპირ გლდანელების მანდატით და ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ კითხავ მერავს მისცემს ხმას. თქვენ ისეც აბრალებენ რომ ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერი ხართ და ეხლა საერთოდ გიორგი თარგამაძე ძალიან დიდი მადლობა რომ იყო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ასევე მერაბ მეტრეველს, ლიკა ზაკაშვილს, დავით გამისონიეს, თამარ გორთამაშვილს, რუსუდან მაჩაიძეს. თქვენ უყურებთ გადაცემას პრესპრესი, ჩვენ შაბათს ისევ იქნებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაელოდეთ პრესპრესი. მადლობა.